Microsoft Word 2016-ში შესაძლებელია ასევე გააკეთოთ ჩამონათვალი უკვე რიცხობრივი. მოვნიშნოთ ამისათვის ტექსტი და ავირჩიოთ ჩამონათვალში მაგალითად ან 1, 2, 3 წერტილოვანი, ან მჩხილებით, ან რომაულად, ან ლათინური ასოებით, თქვენი სურვილისამებრ. მაგალითად ჯერ ავირჩიოთ წერტილოვანი ჩვეულებრივ სტანდარტულად. გაგრძელების შემდეგ, რა თქმა უნდა, თუ enter-ს დავარტყავთ, ახალი ტექსტი შეგვიძლია შევიყვანოთ, მაგრამ რამდენიმე enter-ის მერე შეგვიძლია ვნახოთ, რომ ახალი ტექსტი შეგვიძლია ავკრიბოთ. ასევე გეტყვით, რომ თუ ისევ გვინდა დავიწყოთ ჩამონათვალის გაკეთება, უნდა ავირჩიოთ კვლავ numbering-ი და აი ამ დროს ვიწყებთ ჩამონათვალის კეთებას. მაგრამ თუ თქვენ კარგად დააკვირდით, იქ რაღაც პატარა სიმბოლოს გამოგვიტანა. სიმბოლო იყო აი ესეთი ფორმის. შეხედეთ, დააკვირდით ასეთი ფორმის. აი სწორედ ეს გეკითხებათ, რომ ხომ არ გინდათ numbering-ის გაგრძელება. აირჩიეთ continue numbering-ი და აი 27-ის შემდეგ მოდის უკვე 28. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ numbering-ი გაკეთებული გაქვთ, შეგიძლიათ უკვე მარჯვენა ღილაკს დააწვეთ და მისცეთ მაგალითად restart ads და მაინც დაიწყება პირველიდან. ან პირიქით მონიშნოთ და მისცეთ continue numbering-ი. ან მონიშნოთ და მისცეთ ბრძანება set numbering value, სადაც თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ მე რამდენიდან დაიწყოს დანუმრვა. მაგალითად 48-დან. ოკეი და ნახავთ, რომ დანუმრვა ასეც გაგრძელდება.